კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და სამშაბათის ტრადიციული რუბრიკის დროც დადგა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და როგორც უკვე დაგიანონსეთ, დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ფასდაკლებების მიმართულებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით, რადგანაც აქაც მთელი რიგი ვალდებულებებია, ერთგვარი სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ მათ შორის იგივე კომპანიებმა, როდესაც ისინი ფასდაკლებებს აცხადებენ. თუ რას გულისხმობთ ამ კონცეფციაში და ამ სტანდარტებში, სწორედ აი ამ თემას გავშლით ჩვენს სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარია ოლი კოკობახიძე, კონკურენციის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და სწორედ მასთან ერთად გავშლით ასე ვთქვათ აღნიშნულ თემას. ოლიკო, პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ საუბარი, როგორც ვიცით, ფასდაკლებების დროს რეალურად მოვაჭრე ვალდებულია საქონელზე 3 სხვა ფასი მიუთითოს. აი, რომელ ფასებს გულისხმობთ და რა კონცეფცია ის? და მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა საკითხით დაინტერესებისათვის და მადლობა ამავდროულად იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხების გაჟღერებას ფართო აუდიტორიისათვის ხელს უწყობთ და მეთანხმებით მედიის ჩართულობა და როლი ამ პროცესებში მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უშუალოდ 3 ფასის მითითების საკითხს, თქვენ სწორად ახსენეთ, მოგეხსენებათ სააგენტომ შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი საქონელსა და მომსახურებაზე ფასების აღნიშვნის შესახებ და სწორედ ეს ამ დოკუმენტმა შემოგთავაზა ერთგვარი სიახლე სტანდარტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოვაჭრე ვალდებულია ფასდაკლების გამოცხადების შემთხვევაში მიუთითოს 3 ფასი და რას გულისხმობს ახლა ეს 3 ფასი? პირველი ეს არის რეფერენსირებული, ანუ წინა ფასი, საიდანაც ხდება კონკრეტული საქონლის ჩამოფასება, ამავდროულად უნდა მიეთითოს ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი და ასევე ამჟამინდელი ფასი, რაფასადაც შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს კონკრეტული საქონელი. კი ბატონო, თან მე დავკვირვები ვარ სხვა შორის ოლიკო, გარკვეული მიმართულებებით ფასდაკლების თვერო არის პირობითად, არის კონკრეტული პროდუქცია, სადაც საწყის ეტაპზე ფასდაკლებულია რაღაც 60%-ით და მერე ეს მაჩვენებელი პირობითად 50%-მდე ცილდება. ანუ თუნდაც 50%-მდე, როდესაც შეამცირებს პირობითად 50%-იან ფასდაკლებას, როდესაც დაასახელებს კომპანია, ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს მათ შორის კონკრეტული ფასი უნდა მიუთითოს, უნდა იყოს პრინციპი მოქმედებს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე, ხო? მიზნებს რო შევეხოთ, რა მიზნითაც სწორედაც ეს დოკუმენტი შეიქმნა და მოგეხსენებათ, ფასი წარმოადგენს იმ ერთ-ერთ აუცილებელ არსებით პირობებს, რომელზე დაყრდნობითაც მომხმარებელი ახორციელებს თავის ეკონომიკურ ქცევას. ანუ იღებს გადაწყვეტილება შეიძინოს თუ არა ის კონკრეტული საქონელი ან მომსახურება, ხო? შესაბამისად, ეს დოკუმენტი სწორედ იმას ემსახურება, რომ ბაზარზე ფასები გახდეს უფრო გამჭვირვალე, პრევენცირება მოხდეს არაკეთილსინდისიერი კომერციული სავაჭრო პრაქტიკის და უფრო დაცულები იყვნენ მომხმარებლები. შესაბამისად, ფასიც ამ შემთხვევაში უნდა მიეთითოს აუცილებლად გამჭვირვალედ მომხმარებლისათვის გასაგებად, რათა გამოვრიცხოთ არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკა. კი ბატონო, და მცირე ანალიზის შესაძლებლობაც მათ შორის მომხმარებელს აქვს, როდესაც 3 ფასის პრინციპით 3-ვე ფასს პრინციპში უყურებს. საინტერესოა ელექტრონულ კომერციაზეც რო ვისაუბროთ, ჩვენ ახლა ვიცით და აქაც გვისაუბრია ძალიან ბევრი ტენდენციაზე, რაოდენ დიდი მოთხოვნის ტენდენციით ხასიათდება ზოგადად ელექტრონული კომერცია. აი, აქაც ვრცელდება აღნიშნული 3 ფასის მითითების პრინციპი? ამ მიმართულებითაც ელექტრონული კომერცია ნამდვილად არ წარმოადგენს გამონაკლისს. შესაბამისად, თუ კი მოვაჭრე ასევე დისტანციურად ონლაინ ვაჭრობს, იგი ვალდებულია მიუთითოს 3 ფასი, ამავდროულად ფასი უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე, ამიტომაც ანალოგიური სტანდარტი მოქმედებს როგორც ადგილზე, სარეწში ვაჭრობის შემთხვევაში, ასევე დისტანციურად და თუ კი სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით სექტორულ ჭრილში რომ განვიხილოთ, მომხმარებლების მომმართვიანობა და ძირითადად დარღვევები 70% ფიქსირდება სწორედ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში. ამიტომაც კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მომხმარებელი რა თქმა უნდა იყოს დაკვირვებული, მაგრამ მოვაჭრის ვალდებულება, რომ მან დაიცვას ინფორმირების, მომხმარებლის ინფორმირების სტანდარტი არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ხო, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში და ისევ ამ 3 ფასის მითითებას, რომ დავუბრუნდეთ, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებას, ხო, საქართველოს აიღო პასუხისმგებლობა დაუახლოვდეს იმ დირექტივებს, რასაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და ეს აპროქსიმაციის პროცესი და მეთანხმებით ნოდარი თვალისწინებს
დინამიურ თანდათანობით დაახლოებას, ხო? და რას გულისხმობს ეს დინამიური დაახლოება, თუ კი რაიმე ცვლილება შევა დირექტივაში, ან ახალ პრაქტიკას შემოგთავაზებს ევროპული კავშირი, საქართველომაც ფეხი უნდა აუწყოს იმ ტენდენციებს. შესაბამისად, ეს სამი ფასის მითითება, რაც სიახლეს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზე სწორედ გამომდინარეობს იმ ცვლილებით, რაც განხორციელდა ეგრეთ წოდებული ომნიბუსის დირექტივით, ცვლილება შევიდა რამოდენიმე დირექტივაში, მათ შორის ფასის მითითების შესახებ დირექტივაში და გაჩნდა დამატებითი ვალდებულება მოვაჭრეებისთვის მიუთითონ სამი ფასი და რას ემსახურება, ხო? კიდევ ერთხელ ხაზი რო გაესვას. მოგეხსენებათ, ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მექანიზმი, რათა მოხდეს მომხმარებლის манипуლირება სწორედ ფასებით. შეინიშნება ხშირ შემთხვევაში და მეთანხმებით, რომ მოვაჭრეები ხელოვნურად ზრდიან ფასებს, რათა ფასდაკლება უფრო მომხიბვლელი იყოს მომხმარებლებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ ეს არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა თავიდან ავირიდოთ და ამის პრევენცირება მოხდეს, საჭიროა, რომ ბიზნესმა აღასრულოს სწორად დადგენილი სტანდარტი. კი ბატონო, და ევროკავშირი რო ახსენეთ, აქაც მივდივართ მომხმარებლის უფლებების დაცვამდე და ევროკავშირის ზოგადად რა იდგმევა რა ნაბიჯები და რამდენი, ესეც კარგად ვიცით და ბუნებრივია ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ აი ეს. თუმცა როგორც ვიცი, ოლიკო, არის მიმართულებები გარკვეული, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული ეს თქვა რეგულაცია. მოდი ეს მიმართულებებს რო ჩამოვთვალოთ დეტალურად და გავშალოთ, საინტერესოა ძირითადად რომელ მიმართულებებზე არ ვრცელდება ეს სამი ფასის მითითების სტანდარტი. დიახ, ამასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ და მეთანხმებით არ არსებობს წესი გამონაკლისების გარეშე, ხო? შესაბამისად, აი ეს ბალანსი ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს დაცული. სწორედ იმიტომ რომ მოვაჭრეს რაღაც ზედმეტი ბიუროკრატიული წნეხი არ დაადგეს ვალდებულების თვალსაზრისით, შემუშავდა გამონაკლისები და ეს გამონაკლისები წარმოადგენს თუ კი შეთავაზება ეხება არა საქონელს, არამედ მომსახურებას. ამ შემთხვევაში სამი ფასი მითითება არ ვრცელდება, ასევე ისეთ პროდუქტზე, რომელიც მალფუჭებადია, მოკლებარგისიანობის ვადა აქვს, სურსათებზე არ ვრცელდება, ასევე მედიკამენტებს არ ეხება, ნავთობპროდუქტებს, გაზპროდუქტებს, ასევე ისეთ საქონელს, რომლის საწყისი ფასიც არ აღემატება 200 ლარს, ასევე ისეთ შეთავაზებებს, რომელიც არის პირობითი შეთავაზებები და დაუშვათ ერთი ნივთის ფასდაკლება დამოკიდებულია მეორე ნივთის შეძენაზე, მაგალითად 1+1 ან შეიძინეთ კონკრეტული ნივთი და მიიღეთ დაუშვათ პირობითად 50%-იანი ფასდაკლება სხვა მეორე ნივთზე და მსგავს შეთავაზებებზე. ასევე ისეთ შეთავაზებებზე, რომელიც თარგეტირებულია კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მაგალითად ხანდაზმულებზე, ან დაუშვათ სტუდენტებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ისეთ ფასდაკლებებზე, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის არ არის განკუთვნილი. კი ბატონო, ანუ აქაც გარკვეული ბუნებრივია, რომ სპეციფიკურად განსხვავებულია ზოგიერთ მიმართულებაზე და საინტერესოა ასევე, როცა ჩვენ საუბრობთ ამ სამი ფასის სტანდარტზე, თუ ყოფილა უკვე შემთხვევები, როდესაც აი გარკვეულად დაურღვევიათ კომპანიებს, აი ესეთი кейსები თუ ყოფილა და რა მიმართულებებით იყო საინტერესო და ასევე საინტერესოა, ბარემ რომ გავაგრძელოთ კითხვა, როგორ დასრულდა შემდგომში აღნიშნული ასე ვთქვათ кейსები. გმადლობთ ნოდარ, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ საკითხზე მომხმარებელს დარღვევა არ დაუფიქსირებია, მოგეხსენებათ, მომხმარებელმა უნდა მომართოს სააგენტოს განცხადებით და შემდეგ განცხადებას მსვლელობა მიეცემა და შესაბამისად ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში მოიკვლევს საკითხს, ხო, სააგენტო. თუმცა ინტერესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან მაღალი, ვინაიდან არაერთმა მოვაჭრემ მომართა სააგენტომ და სხვა დაინტერესებულმა პირმა, სწორედ დაზუსტების მიზნით თუ რას გულისხმობს ეს სამი ფასის მითითების სტანდარტი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის სწორედ ის კარგი ინდიკატორი, რომლითაც ჩვენ დაუშვათ იდენტიფიცირებას ვახდენთ, რამდენად მზად არის ბიზნესი აღასრულოს ის კონკრეტული სტანდარტი ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში ქართულ ბაზარზე და აქვე მინდა მოვუწოდო მომხმარებლებს და მეთანხმებით, რომ მომხმარებელია სწორედ საუკეთესო მონიტორინგის საშუალება ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში დაფიქსირებული დარღვევის. მომხმარებელმა უნდა მომართოს სააგენტოს, არ არის აუცილებელი, რომ ის კონკრეტული დარღვევა მან გამოსცადოს საკუთარ თავზე. თუ კი დააიდენტიფიცირებს დაუშვათ ქართულ ბაზარზე დარღვევას, მათ შორის ფასებთან
მიმართებაში, არა მხოლოდ ფასებთან მიმართებაში, ნებისმიერ შემთხვევაში, მას შეუძლია ისევ განცხადების ფორმატით მომართოს სააგენტოს. აქვე ვიტყვი თუ სად არის ხელმისაწვდომი განცხადება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. საკმაოდ მარტივი ფორმაა შესავსები დაახლოებით 5 წუთამდე დროს მოითხოვს. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დისტანციურადაც, შეავსოს განცხადება დისტანციურად ონლაინ ფორმატში და ამავდროულად მას შეუძლია ადგილზე ვიზიტის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოშიც მატერიალურად შემოიტანოს განცხადება. კი ბატონო, თუნდაც დისტანციურად უფრო მარტივი იქნება მათთვის და აი ზუსტად მომხმარებელზე მინდოდა ბოლოს ასევე მეკითხა, თუ ყოფილა მომართვიანობა უკვე თქვენ ახსენეთ ბიზნესის მიმართულება, რომელიც გეხმიანებათ დაზუსტების კუთხით და ეს გარკვეულწილად იმასაც ნიშნავს, რომ მათ თავად მათი ინიციატივაცაა თქვენს სტანდარტების შესაბამისობაში, რომ მოახდინოთ თავიანთი საქმიანობის კონცეფციის იმპლემენტაციაც და საინტერესოა თავად მომხმარებლებს ხედავთ თუ უკვე ყოფილა გარკვეული განაცხადები, ესეთი ტენდენციები. სამი ფასის მითითებასთან დაკავშირებით მომხმარებლის განაცხადი ჯერ სააგენტოში არ შემოსულა. თუმცა ისევ ამ მიმართულებას რო გავყვეთ და განმეორდები, რომ ფასის აღნიშვნა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომ დასული იყოს ინფორმირების ვალდებულება მოვაჭრის მხრიდან. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა მომართვიანობა არის მზარდის ფასების მითითების საკითხში. თუმცა სამი ფასის მითითებასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს მომხმარებლების აქტიურობის და დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტად გაჟღერდება აღნიშნული საკითხი, მით უფრო მზად იქნება მომხმარებელი, რათა განაცხადი გააკეთოს სააგენტოში. კი ბატონო, თან ახლა რასაც უყურებთ ტენდენციასაც, მათ შორის კონკურენციის სააგენტოც აქტიურად მუშაობს ინფორმირების კუთხით მომხმარებლებში, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში და ბუნებრივია, რომ ამას თავისი შედეგი უკვე მოყვა და მათ შორის ეს ცოცხალი პროცესია, დინამიური პროცესია და კიდევ უფრო მეტად ველოდებით მომხმარებლების გააქტიურებას აი ამ მიმართულებითაც. თუმცა თქვენც რაც აღნიშნეთ, რომ თავად ბიზნესის მხრიდანაც ინიციატივა წამოვიდა და ინტერესი და თავად მათ უნდათ რომ შესაბამისობაში იყვნენ სტანდარტებთან, ესეც რასაკვირველია უკვე ძალიან ბევრ დადებითზე მეტყველებს. ოლიკო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ამ საინტერესო თემისთვის და ნუ ჩვენი მხრიდანაც მოკლედ მივაწოდეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ინფორმაცია სწორედ აღნიშნული სტანდარტის და შემდგომში თქვენი უფლებების შესახებ, თქვენი როგორც მომხმარებლის. შემდეგ მოკლედ კვირამდე ვემშვიდობებით აღნიშნულ რუბრიკას.